თანამედროვე კინოში ერთ-ერთი ყველაზე შემაძწუნებელი სცენა პიტერ ჯექსონის 2005 წლის ფილმიდან King Kong-ი გვხვდება, სადაც სამაშველო ჯგუფს გიგანტური მწერები და კოშმარული არსებები ესხმიან თავს. ეს სცენა საკულტო გახდა და დღემდე განიხილება მისი უკიდურესად შემაშფოთებელი ბუნების გამო. დედამიწის ისტორიაში არსებობდა პერიოდი, როცა პლანეტა ფაქტობრივად ამ სცენის რეალურ, განუწყვეტლად განმეორებად ვერსიას გავდა. მიწას ფარავდა გიგანტური ჭაობები, სავსე უზარმაზარი მცოცავი არსებებითა და საშინელი მტაცებლებით, რომლებიც არასდროს იყვნენ შორს და წყალიც არ გაძლევდა ხსნას. თითქმის ყოველი გუბე, ტბა, აუზი თუ ჭაობი სავსე იყო შემზარავი მცურავი არსებებით, რომლებიც სიხარულით დახვდებოდნენ. კეთილი იყო შენი მობრძანება კარბონიფერულ პერიოდში. ამ ეპოქაში მოსახვედრად დროში უკიდურესად შორს მოგიწევდა დაბრუნება, დაახლოებით 358-დან 298 მილიონამდე წლის წინ. ანუ, პირველი ძუძუ მწოვრების გამოჩენამდე დაახლოებით 131 მილიონი წლით ადრე. ეს იმდენად შორეული დრო იყო, რომ სუპერკონტინენტი პანგეა ჯერ კიდევ სრულად არ იყო ჩამოყალიბებული. სიბერია, სამხრეთ ჩინეთი, ჩრდილოეთ ჩინეთი და რამდენიმე სხვა ხმელეთი კვლავ განცალკევებულ კუნძულებად არსებობდა. მიუხედავად ამისა, პანგეა უკვე დედამიწის დიდ ნაწილზე დომინირებდა და მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა პლანეტის ფუნქციონირებას. მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობაც კი საკმარისი იყო, რათა ჰორიზონტამდე გადაჭიმული გიგანტური სუპერჭაობები ჩამოყალიბებულიყო. ხმელეთის დიდი ნაწილი ეკვატორთან ახლოს მდებარეობდა, რაც უკიდურეს ტენიანობას, სითბოსა, მზის სინათლეს და ნალექების მაღალ დონეს ქმნიდა. ასეთ პირობებში წარმოუდგენლად მკვრივი ტყეები ხარობდა. კარბონიფერული პერიოდის განმავლობაში, ეპოქაში, რომელსაც მყინვარული საფარის წინსვლა და უკუსვლა ხასიათებდა, ეს ტყეები არაერთხელ გარდაიქმნა ჭაობებად. ზღვის დონის დაცემისას ახლად გამოფენილ დაბლობებზე ტყეები იზრდებოდა, ხოლო წყლის დონის აწევისას ეს ტყეები იტბორებოდა და ჭაობიან მდინარისპირა გარემოებად იქცეოდა. ამ ეკოსისტემების უნიკალურობამ კარბონიფერულ ტყეებს განსაკუთრებული სახელიც მოუტანა – ქვანახშირის ტყეები. ეს ქვანახშირის ტყეები ბნელი და უცხო სამყაროს მსგავსნი იყვნენ, სავსე მცენარეებით, რომლებიც თითქმის არაფრით გავდა თანამედროვე ფლორას. ყველაზე დომინანტურ ჯგუფს ლეპიდოდენდრალები, ანუ ქერცლოვანი ხეები წარმოადგენდნენ. ეს პრიმიტიული სისხლძარღვოვანი მცენარეები ლიკოფიტების ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რომელიც დღემდე არსებობს და მათი მრავალი სახეობა კარბონიფერულ პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური წარმომადგენელი იყო სიგილარია, რომელსაც საოცარი ხის გარეშე თითქოს და ღეროები ჰქონდა, ზოგჯერ ერთიანი, ზოგჯერ კი ზედა ნაწილში განშტოებული. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ინდივიდი 30 მეტრს აღწევდა. კიდევ უფრო მაღალი იყვნენ ისეთი ლიკოფიტები, როგორიც ლეპიდოდენდრონი იყო. ისინი 40 მეტრამდე იზრდებოდნენ, თუმცა მათი ღეროს სისქე მხოლოდ დაახლოებით 1 მეტრი იყო, რის გამოც გიგანტურ კბილის ჩხირებს ჰგავდნენ. და მიუხედავად მათი მასშტაბებისა, ამ მცენარეების შემჩნევა მარტივი არ იყო. ქვანახშირის ტყეები სავსე იყო უკიდურესად მკვრივი მცენარეულობით, გვიმრებით, თესლოვანი გვიმრებით და ციკადებითა, რაც გადაადგილებას ნამდვილ ბრძოლად აქცევდა და კარბონიფერული არსებებისთვის უთვალავ სამალავს ქმნიდა. ერთ-ერთი შემზარავი მცოცავი არსება, რომელზეც ფეხის დატმას ვერაფრით ინანებდი, იყო ათფეხა. დღეს ასეთი რამ მისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა. თუმცა კარბონიფერულ პერიოდში ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა, რადგან ზოგიერთი მათგანი გიგანტურ ზომებს აღწევდა. ყველაზე დიდი მათგანი იყო ართროპლეურა, რომელიც ადრეულ კარბონიფერულ პერიოდში გამოჩნდა და დღემდე ცნობილია როგორც ოდესმე აღმოჩენილი ყველაზე დიდი ხმელეთის ართროპოდი. ზრდასრული ინდივიდები 3 მეტრამდე იზრდებოდნენ. მიუხედავად მისი შემზარავი ზომებისა, ართროპლეურა დიდი ალბათობით მცენარი ჭამია იყო და იკვებებოდა ხისმაგვარი მცენარეებით, ფოთლების ნაფშვენით, გამხმარი მცენარეულობით, კაკლებითა და თესლებით. თუმცა იგი სრულიად დაუცველი არ ყოფილა. ჰქონდა სქელი ეგზოსკელეტი, რომელიც ძლიერ დაცვას უზრუნველყოფდა და ამავე დროს ხსნის მისი ნამარხების შესანიშნავ შენარჩუნებას. მისი მასშტაბური ზომა უკვე საკმარისი იყო, რომ მტაცებლები დაეფრთხო და თავდასხმისგან შეეკავებინა. და მის თავიდან არიდება დიული არ იქნებოდა. ნამარხები აღმოჩენილია თანამედროვე ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ტერიტორიებზე, განსაკუთრებით დაბალმდებარე ჭაობიან ზონებში, სადაც იგი სავარაუდოდ ხმელეთზე სუნთქვისთვის ღრიჭოებს ან ფილტვების მსგავს სტრუქტურებს იყენებდა. თუ ოდესმე კარბონიფერული პერიოდის ევროპაში გაიღვიძებდით, შოტლანდიის თავიდან აცილება გონიურული გადაწყვეტილება იქნებოდა. ართროპლეურა უკვე თავისთავად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ აქ კიდევ ერთ საშინელ არსებას შეხვდებოდით. ერთ-ერთ ყველაზე დიდ მორიელს, რაც კი ოდესმე არსებულა. ფულმონოსკორპიუსს. ართროპლეურას მსგავსად ისიც არ იყო მწერი. ეს იყო პრიმიტიული არაქნიდი, რომელიც გიგანტურ ათფეხებთან ერთად ცხოვრობდა.
ნამარხების მიხედვით ზრდასრული ინდივიდები დაახლოებით 70 სანტიმეტრს აღწევდნენ სიგრძეში, რაც მას ისტორიაში ყველაზე დიდ ცნობილ მორიელად და ერთ-ერთ ყველაზე დიდ არაქნიდად აქცევს. ბალახისფრამელი ართროპლეურასგან განსხვავებით, ფულმონოსკორპიუს აქტიური მტაცებელი იყო. ის ნადირობდა უხერხემლოებზე და ამფიბიებზე. მსხვერპლს უზარმაზარი მარწუხებით იჭერდა, რასაც მოჰყვებოდა ძლიერი ნესტარი, რომელსაც შეეძლო ხორცის გახვრედა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შხამის სიძლიერე ზუსტად ცნობილი არ არის, ნამარხებში აღმოჩენილი ბოლქვოვანი ტელსონი ადასტურებს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ნესტარი. მისი მარწუხებიც უკიდურესად საშიში უნდა ყოფილიყო. თანამედროვე სახეობები, მაგალითად იმპერატორი მორიელი, სქელი კლანჩებით მსხვერპლს ამტვრევენ, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ფულმონოსკორპიუს დაახლოებით 150 ჯერ უფრო დიდი იყო, პალეონტოლოგები ვარაუდობენ, რომ მისი მოჭერის ძალა უზარმაზარი იქნებოდა. თუნდაც იარაღის გარეშე მასთან შეხვედრა შემზარავი იქნებოდა. თანამედროვე მორიელებისგან განსხვავებით, მას ჰქონდა დიდი გვერდითი თვალები, რაც მიანიშნებს დღიურ ცხოვრების წესზე. ის დღისით ნადირობდა და ღამით ისვენებდა. ასევე მას არ შეეძლო მიწაში დამალვა, რაც ნიშნავს, რომ ეს გიგანტური მტაცებელი ხშირად ღიად დახეტიალობდა. კარბონულ პერიოდში კიდევ უფრო შთამბეჭდავი ქმნილებები არსებობდნენ, მეგანისოპტერები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც გრიფონის ბუზები. წინა არსებებისგან განსხვავებით, ესენი ნამდვილი მწერები იყვნენ და მიწაზე ყურება საერთოდ არ დაგჭირდებოდათ, რადგან ისინი ცას ბატონობდნენ. გრიფონის ბუზების ნაწილი ყველა დროის ყველაზე დიდი მწერები იყვნენ. ყველაზე დიდი ოჯახი, მეგან ურიდე, მოიცავდა 20-ზე მეტ გვარს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული იყო მეგან ურა და მეგან უროფსის. ზრდასრული ინდივიდების ფრთების შლილი 0.75 მეტრს აღემატებოდა და წონით დაახლოებით 400 გრამი. ზომის მიუხედავად, ისინი ფრინველებს არ გავდნენ. უფრო მეტად თანამედროვე ჭრიჭინებს სააგავდნენ, რომლებიც მათი უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან. თანამედროვე ჭრიჭინების მსგავსად, ისინი მწერებით მომუშავე მტაცებლები იყვნენ და უზარმაზარი თვალების დახმარებით სწრაფად მოძრავ ნადავლს აკვირდებოდნენ. როგორც კი სამიზნეს დააფიქსირებდნენ, გრიფონის ბუზები მას სწრაფად დაედევნებოდნენ, ეკლიანი ფეხის ბუსუსებით აკავებდნენ და შემდეგ პირდაპირ ძლიერ ქვებში აქცევდნენ, სასტიკი დასასრული. მათი ასეთი ეფექტიანობის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ ეს გიგანტები ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი ცენტრალურ პანგეაში და კარბონული პერიოდის ერთ-ერთ მთავარ მტაცებელ ჯგუფს წარმოადგენდნენ. სამწუხაროდ, კარბონული პერიოდის განმავლობაში აყვავებული მფრინავი მწერები მხოლოდ გრიფინის ბუზებით არ შემოიფარგლებოდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო პალეოდიქთიოპტერა, პრიმიტიული მწერების გადაშენებული რიგი, რომლებიც გიგანტურ მწვანე დრაკონებს გალდნენ და ზომით თითქმის გრიფინის ბუზებს უტოლდებოდნენ. ზოგიერთი სახეობა მათზე მხოლოდ დაახლოებით 25%-ით პატარა იყო. ჯგუფის უმეტესობა შედარებით ნაკლებად აგრესიული იყო, რადგან მცენარეჭამი ორგანიზმებს წარმოადგენდნენ. ისინი მცენარეთა ქსოვილებითა და წვენებით იკვებებოდნენ, მკვეთრი, წაგრძელებული, ტუმბოს მსგავსი წოვის ორგანოს საშუალებით. თუმცა ამავე ჯგუფის უფრო მცირე წარმომადგენლები გაცილებით შემაშფოთებლად ითვლებიან. ვარაუდობენ, რომ ისინი პარაზიტები იყვნენ და იგივე ორგანოებს ცხოველთა ხორცისა და სისხლის მოსაპოვებლად იყენებდნენ. ყველაზე ხშირად კი ამფიბიურ ტეტრაპოდებზე პარაზიტობდნენ. საბედნიეროდ, კარბონული პერიოდის განმავლობაში ამფიბიები აყვავებას განიცდიდნენ. ეს ეპოქა ხშირად ამფიბიების ხანად მოიხსენიება მათი მასშტაბური მრავალფეროვნების გამო. მრავალი სახეობა მოერგო ხმელეთის, წყლისა და ნახევრადწყლის ცხოვრების წესს, ხოლო ზოგიერთი მათგანი ისეთივე შემზარავი იყო, როგორც იმ დროის მწერები და უხერხემლოები. ზოგი სახეობა უჩვეულო გარეგნობით გამოირჩეოდა, მაგალითად გველის მაგვარი კოლორადურ ფეთონ. სხვები კი სასიკვდილოდ საშიშები იყვნენ თავიანთი გიგანტური ზომისა და ძლიერი ყბების გამო, რომლებსაც დიდი ნადავლის დაჭერა შეეძლოთ. განსაკუთრებით გამორჩეული იყო არეოპს, ლომის ზომის ამფიბია, რომელიც ნიუ-მექსიკასა და ტეხასში ცხოვრობდა და თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი იყო. არეოპს ჰქონდა ტემნოსპონდილთა შორის ყველაზე ძლიერად გაკავებული ჩონჩხი, რაც მას განსაკუთრებულ დაცვას აძლევდა. მისი ეშვის მაგვარი კბილები და მასიური ყბები ისე ძლიერ ნაკბენს ქმნიდა, რომ სხვა ამფიბიების ჯავშნიან კანსაც კი ხვედდა. თუმცა, შესაძლოა თვით არეოპსიც არ ყოფილიყო ყველაზე საშიში. ეს ტიტული, დიდი ალბათობით, ეკუთვნოდა ემბოლიმერეს, ნახევრადწყლის ჯგუფს, რომელიც გვიან კარბონულ პერიოდში დომინირებდა და თავისი ეპოქის უდიდეს ტეტრაპოდებს წარმოადგენდა. გრძელი და ვიწრო სხეულით ისინი მდინარეებსა და ლაგუნებში გველის მსგავსად დაცურავდნენ, ხოლო კუნთოვანი პრიმიტიული კიდურები ხმელეთზე ეფექტურ გადაადგილებას უზრუნველყოფდა. ბევრი მათგანი აპექს მტაცებელი გახდა, ხოლო ზოგი სახეობა, მაგალითად ანთრაკოსაურუს და ფალოდურბატონ, თანამედროვე ალიგატორებისა და ნიანგების ზომასაც კი უტოლდებოდა. ასეთ არსებებთან ერთად მტკნარ წყალთან მიახლოება ისედაც სახიფათო იყო.
თუმცა პრეისტორიული სამყაროსთვის დამახასიათებლად, წყლები მხოლოდ უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა. მათ გვერდით დაცურავდნენ შემზარავი უხერხემლოები, რომლებიც ცნობილია როგორც ზღვის მორიელები. მიუხედავად სახელწოდებისა, ისინი ნამდვილი მორიელები არ იყვნენ და ხშირად მტკნარ წყლებში ცხოვრობდნენ. სინამდვილეში ისინი გადაშენებული ფეხსახსვიანების ჯგუფს, ევრიპტერიდებს მიეკუთვნებოდნენ. კარბონულ პერიოდში ისინი მთელ მსოფლიოში იყვნენ გავრცელებულნი, ისეთი გვარებით, როგორიცაა ადელოქტალმუს, ჰიპუროტოპტერუს და მეგარახნე. უკანასკნელი ერთ დროს გიგანტურ ობობადაც კი მიიჩნეოდა. ზღვის მორიელები ძლიერად ჯავშნიანები და უკიდურესად მრავალფეროვნები იყვნენ. ზოგი მათგანი თევზებზე ნადირობდა კუდის ეკლებითა და მარწუხებით, სხვები კი ნალექს გაცხრილავდნენ მცირე კიბოსნაირებისა და მოლუსკების საპოვნელად. სხეულის ფორმები ფართოდ განსხვავდებოდა. უმეტესობა გრძელი და შედარებით მცირე ზომის იყო, თუმცა ზოგი მათგანი ნამდვილ გიგანტად იზრდებოდა. ჰიპუროტოპტერუს შესაძლოა ისტორიაში ყველაზე დიდი ზღვის მორიელი ყოფილიყო. მისი ნაკვალევების მიხედვით, ზოგი ინდივიდი 2 მეტრამდე სიგრძეს აღწევდა, ხოლო მასიური აგებულება სავარაუდოდ მას ყველაზე მძიმე წარმომადგენლად აქცევდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ წარმოადგენდა მტკნარი წყლების უდიდეს საფრთხეს, რადგან კარბონულ პერიოდში არსებობდნენ რიზოდონტები, ყველა დროის ყველაზე შემზარავი მტკნარი წყლის თევზები. რიზოდონტები უკიდურესად ძლიერი მტაცებლები იყვნენ. ამის დასტურად მხოლოდ მათი კბილებიც კმარა. მათ ჰქონდათ ეშვის მაგვარი კბილები და გადიდებული ეშვები, რომლებიც ნადავლის გასახვრეტად გამოიყენებოდა, ხოლო მბრუნავი კბილები კპენისას შიგნით ტრიალებდა, რათა უფრო ღრმად შეღწეულიყო კუნთოვან ქსოვილში. მათი მასიური თავის ქალა გამსხვილებული ძვლებით იყო გამაგრებული, რაც განსაკუთრებულად ძლიერ ნაკბენზე მიუთითებს. კბილების გარდა რიზოდონტებს ძლიერი კიდურებიც ჰქონდათ, რაც მათ საშუალებას აძლევდა წყლიდან ამოხტომით ხმელეთზე მყოფ ცხოველებს დასხმოდნენ თავს, რაც მათი გიგანტური ზომების გათვალისწინებით განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ისინი ყველა დროის უდიდეს მტკნარი წყლის თევზებს შორის იყვნენ. მართალია, ყველა სახეობა რეკორდული ზომის არ ყოფილა, მაგრამ რიზოდუს ნამდვილად გამოირჩეოდა. როგორც ერთ-ერთი უკანასკნელი და უდიდესი რიზოდონტი, იგი 7 მეტრზე მეტ სიგრძესა და თითქმის 2 ტონა წონას აღწევდა. ასეთ ზომასთან ერთად გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო, მით უმეტეს რომ რიზოდონტებს მოქნილი ხერხემალი ჰქონდათ, რაც მათ საშუალებას აძლევდა ადვილად ემოძრავათ მცენარეულობით სავსე დახშულ წყალსაცავებში. კარბონული პერიოდი იმდენად შორეულ წარსულში მიმდინარეობდა, რომ დაცემული ხეების ეფექტურად დაშლა თითქმის არ ხერხდებოდა. მცენარეულობა კვდებოდა, მაგრამ არ იშლებოდა, რის შედეგადაც იგი მილიონობით წლის განმავლობაში გროვდებოდა. დროთა განმავლობაში დაგროვებულმა მასამ წარმოქმნა უზარმაზარი წნევა და სითბო, რომლებმაც საბოლოოდ ქვანახშირის ჩამოყალიბება გამოიწვია. სწორედ ამ პროცესმა მისცა ეპოქას სახელწოდება. ლათინური სიტყვიდან carbo, რაც ქვანახშირს ნიშნავს. შეფასებების მიხედვით, დღევანდელი ქვანახშირის დაახლოებით 90% სწორედ კარბონულ პერიოდში წარმოიქმნა. ეს პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. რომ არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დაახლოებით 305 მილიონი წლის წინ მოხდა, კარბონული წვიმიანი ტყეების კოლაფსი. მიუხედავად იმისა, რომ გადაშენების მასშტაბით ეს მოვლენა შედარებით მცირე იყო, მისმა შედეგებმა ძალზე ღრმა გავლენა მოახდინა ეკოსისტემებზე. გლობალურმა გაცივებამ და მზარდმა სიმშრალემ ქვანახშირის ტყეების გაქრობა გამოიწვია. ამის შედეგად თანდათან შემცირდა იმ ცხოველთა რაოდენობა, რომლებიც ამ ტყეებზე იყვნენ დამოკიდებულნი, მათ შორის მრავალი მათგანი, რომლებიც აქ უკვე ვახსენეთ. ზოგიერთი, მაგალითად გრიფონის ბუზები, პერმულ პერიოდამდე გადარჩა, თუმცა მათ ვეღარ შეძლეს ძველი წარმატების დაბრუნება და საბოლოოდ ისინიც გადაშენდნენ.